ვართა ამინ ჩვენთან არის ღმერთი აი ეს სიტყვები ჩვენთან არის ღმერთი განსაკუთრებულ ნიშნულობას იძენს სულთმოფენობის დღესასწაულზე ამ მოვლენისას მოგეხსენებათ რომ მოციქულები მაცხოვრის სიტყვისაებრ უნდა ყოფილიყვნენ იერუსალიმში და დალოდებოდნენ ნუგეშინის მცემელს რომელიც მოევლინებოდა ქრისტეს სიტყვისა მიხედვით და 50-ე დღესასწაულზე რომელსაც აღნიშნავდა მთელი ებრაელთა ერი დღესასწაულს როდესაც სინას მთაზე მიიღო აღთქმის ფიცარნი წმინდა წინასწარმეტყველმა მოსემ დღესასწაულს რომელიც იყო ყოველი მოსავლის ახალი მოსავლის მიძღვნა უფლისადმი აი ამ დღესასწაულზე ებრაელთა ერის შვილები შეკრებილნი იერუსალიმში გახდნენ მომსწრენი საოცარი მოვლენისა მათ იხილეს რომ ქრისტეს მოწაფეები გამოვიდნენ მათთან და იქ იყო შეკრებილი როგორც წმინდა მოციქული ლუკა ბრძანებს ყველა კუთხიდან იმ დროინდელი მსოფლიოსი და მინდა თქვა რომ ლუკა მოციქული რომელიც იყო მოსახლე და ცხოვრობდა რომის იმპერიის ფარგლებში ისიც ასევე აზროვნებდა რომაელებისათვის მსოფლიო შემოისაზღვრებოდა მათი იმპერიის ფარგლებით მაგრამ მიუხედავად ასეთი ხედვისა იმ დროს რომის იმპერია გადაჭიმული იყო ბრიტანეთიდან აზიის ჩათვლით სირიამდე და შავი ზღვისპირეთიდან აფრიკის ცენტრალურ ნაწილამდე. ეს იყო უზარმაზარი ტერიტორია. და რა თქმა უნდა, შემდგომ მოციქულები გასცდნენ ამ საზღვრებს და იქადაგეს ინდოეთში, მონღოლეთის სტეპებში, იქადაგეს ეთიოპიაში, რომელიც არის ცენტრალური აფრიკის კიდე უფრო ქვევით შორს. მაგრამ ამ დღეს რომის იმპერიის ყველა ფარგლებიდან შეკრებილი იყვნენ ებრაელთა ერის შვილები. და უფრო მეტი არათუ რომის იმპერიის საზღვრებიდან, არამედ ებრაელთა განფენა ბაბილონის ტყვეობის დროს იყო სირიის იმპერიის
სხვადასხვა ნაწილასაც იყო ამჟამინდელი ირანის და უზბეკეთის ტერიტორიებზე. და იქიდანაც მოსული იყვნენ ებრაელთა ერის შვილები იერუსალიმში. მოსულები იყვნენ მცირე აზიიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან თუ ხმელთაშუა ზღვის აფრიკული ნაპირებიდან და მოციქულები გამოვიდნენ და დაიწყეს ქრისტეს ჭეშმარიტების ქადაგება მათთვის გასაგებ ენაზე. რამე თუ არა ყოველი ებრაელი საუბრობდა მშობლიურ ენაზე, არამედ საუბრობდა იმ ენაზე, რომელი ქვეყნის მკვიდრიც იყო. და მოციქულებმა იქადაგეს ქრისტეს შესახებ, მისი ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ და უთხრეს ებრაელთა ერს, რომ ეს არის მესია და მხსნელი, ვისაც მოელოდა საუკუნეების მანძილზე ისრაელი. და მრავალმა ირწმუნა და მრავალი მოექცა მათი ქადაგებით. მაგრამ ამ ქადაგებას წინ უძღოდა გარდამოსვლა სულისა წმინდისა ქრისტეს მოწაფეებზე. არა მხოლოდ 12 მოციქულზე, არამედ ყველაზე, ვინც დაემოწაფა ქრისტეს მისი ცხოვრებისა და ქადაგების პერიოდში და იყვნენ შეკრებილნი ისინი სიონის ქოროში. ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელთან ერთად და გარდამოვიდა სიოს ქროლაში ცეცხლოვანი ენების სახით სულიწმინდა ღმერთი და დაადგრა მოციქულების თავზე და განანათლა და განაბრძნა ისინი და მისცა მათ მადლიც და ძალაც, რათა ეკადაგათ ყოველსა ერთსა შორის ქრისტეს ჭეშმარიტება. და ეს კრებული ძვირფასო ძმანო და დანო და შემდგომ მათი ქადაგებით იმ დღეს მოგცეული ადამიანები, ესენი არიან პირველი ეკლესია ქრისტესი ამ წუთის სოფელში. შეკრებილი ქრისტეს სახელით, ქრისტეს გულისათვის და ქრისტეს მადიდებელი. და ამგვარად იწყება ეკლესიის ისტორია, ძვირფასო ძმანო და დანო. და სულიწმინდა ღმერთი ქრისტეს ეკლესიაში მოქმედებს საუკუნეების მანძილზე და დღესაც. და ჩვენც თანაზიარი ხვდებით ამ გარდამოსვლის მადლს, როგორც დღევანდელ დღესასწაულზე
დღესასწაულზე მარტვილისა, ანუ დამოწმებისა. დამოწმება იმისა, რომ სიტყვა ღვთისა არის უტყუარი, რომ ნუგეშინის მცემელი მოგვევლიდა ჩვენ და ამ დროს დამოწმება იმისა, რომ ჩვენც ვართ მომლოდინენი ამ სულიწმინდის ჩვენზე მოსვლისა და გსურს, რომ შეგვეხოს ჩვენ სულიწმინდის მადლი, გამწმინდოს, მოგვანიჭოს მიტეება ცოდვათა, განანათლოს ჩვენი გონება, ჩვენი გული, ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალები იმისათვის, რომ ვიყვეთ ამ წუთის სოფელში, მიუხედავად მისი საცდურისა, მისი უსამართლობისა, მისი ბოროტებისა, ერთგული ქრისტესი. და ამიტომაც ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი ყველაზე აღმატებული მსახურება, რომ მოვიპოვოთ მადლი სული საწმინდისა. და ეს მადლი მოიპოვება ქრისტეს სიტყვის აღსრულებით. მოიპოვება ეკლესიის შვილობით. მოიპოვება სიკეთის ქმნით. სხვა არ არის საშუალება. და აი ამგვარად ადამიანი, რომელიც შემოდის შეხებაში ეკლესიასთან, გადის ყველა ეტაპს ეკლესიის მსგავსად. პირველი საუკუნეები ეს იყო განსაკუთრებული და მრჩობლი მადლის გარდამოსვლის პერიოდი. მადლი ენიჭებოდათ მოწამეებს და ისინი უშიშრად აღიარებდნენ ქრისტეს თავიანთი ტანჯველების წინაშე. შემდგომ, როდესაც ეკლესია გახდა უკვე რომის იმპერიის ერთ-ერთი ოფიციალური რელიგია და შემდგომ კიდევ ერთადერთი, მაშინ სულიწმინდის მაძიებელნი განსაკუთრებულად სურველნი ღვთის სიტყვის აღსრულებისა გავიდნენ უდაბნოებში. დაიწყეს ასკეტური ცხოვრება, იტვირთვეს მძიმე ღვაწლი. და ამგვარად ეძიებდნენ სულიწმინდის მადლს. შემდგომ საუკუნეებში ეკლესია განიცდიდა დევნასაც, იყო წვალებლობათაგან დაჭრილი, იყო უცხო
ტომთაგან და უცხო სარწმუნოებისაგან დევნილი. ანუ ეკლესია ქრისტეს მსგავსად როგორც ქრისტე მრავალ ადამიანს წყალობას უყოფდა, ახდენდა სასწაულებს, მაგრამ ამავ დროს იყო მუდმივად ცილის წამების და განკითხვის ობიექტი და შემდგომ უსამართლოდ დასჯის, გვემის, ჯვარცმისა და სიკვდილის ეკლესია მთელი მისი ისტორიის მანძილზე ამ გზას გადის ძვირფასო ძმანო და დანო. ჩვენ ზოგჯერ გსურს კომფორტულად მოწყობა, ასე ვთქვათ, ეკლესიაში. მაგრამ არ არის ეს ასე. ჩვენ დავაკვირდეთ ჩვენი სარწმუნოების თავს, ჩვენი ეკლესიის თავს, ქრისტეს, როგორი იყო მისი ცხოვრება და ჩვენ კიდევ ვართ ასონი მისი სხეულისა. და ჩვენც ამ გზით მივდივართ ძვირფასო ძმანო და დანო. მთელი ეკლესია ზოგიერთი მხნეთ ვითარცა მოწამენი, ზოგიერთი დიდი შემართებით როგორც მოღვაწე მამები და დედები, ზოგიერთი კიდევ როგორც სნეული და უძლური, მაგრამ ამ გზაზე მყოფი და მსურველი, როგორც მრავალი ცოდვილი ადამიანი, რომელთაც შეცვალეს თავიანთი ცხოვრება და მიუხედავად უძლურებისა და სისუსტეებისა ქრისტეს ერთგულებით იცხოვრეს შემდგომ. და ჩვენც ძვირფასო ძმანო და დანო უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის წიაღში უნდა ვიყვეთ მარადის, რამე თუ თავი ეკლესიისა არის ქრისტე, მისი სხეული კიდევ ვართ ჩვენ ყველანი ერთად და სული წმინდა ღმერთი გვაკავშირებს ჩვენ წმინდა სამებასთან, მამასთან, ძესთან და სული წმინდასთან, ყველა საიდუმლოებაში, ყოველ ზიარებაში, ყოველ ლოცვასა და სიკეთეში. ამიტომაც ვიწყებთ ჩვენ ყველა ლოცვას, მეუფეო, ზეცათაო, ნუგეშინის მსემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომლინჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენი. ამინ. მადლის სულისაწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა კურნალი, ფარველი და შემწე უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არც ღმერთი.